გამარჯობა, ეხლა მოჩვენებისა გადავწყვიტე რომ გავამზადო რამე ძალიან გემრიელი და სწრაფი. ამიტომ გავამზადებ ყვავილოვან კომბოსტოს. ზეითუნის ზეთი დაგჭირდება ამისათვის. ავირჩიე ესეთი სახის პასტა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჯდება ხოლმე გემოები. დაგჭირდება წითელი პეპერონი, დაგჭირდება მსხვილი მარილი და 1 კილი ნიორი. დავიწყოთ ყვავილოვანი კომბოსტოს გასუფთავებით. წყალი აგვიდუღდა, ამიტომ უნდა ჩავყაროთ მსხვილი მარილი. შემდეგ ყვავილოვანი კომბოსტო. სათითაოდ ისე რომ თითები არ დაიწვათ ჩემსავით. სანამ გამზადდება ყვავილოვანი კომბოსტო, გავიმზადოთ ტაფაზე 1 კილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, ესე ყველაფერი მივიდეს და დაველოდოთ ხუთის მოიბრაწება ეს ჩვენი ნიორი. 5 წუთია რომ მზადდება ყვავილოვანი კომბოსტო. თუ გვინდა რომ ერთდროულად გამზადდეს, მე უკვე შემიძლია პასტა დავამატო. ის რაოდენობა რამდენი ადამიანზეც ვაკეთებ. მაგალითად, ერთ ადამიანზე მე 70 გრამ პასტას ვამზადებ ხოლმე. გამზადდა პასტა და ყვავილოვანი კომბოსტო და შეგვიძლია უკვე ტაფაზე გადმოვიტანოთ. წითელი პეპერონი. ეგ ძალიან სწორი. ამოვიოთ და ეფსე დავმოვიტანოთ. და გემოვნებით მოვაყაროთ პარმიზანი. ესეც ხის კერძი.